არა მე არაფერს არ გეტყვით რა იყოს, შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგო, ან არასწორად გადმოსცა რა. მე მყავს ბავშვობის ძმაკაცი მყავს რა, ბათუ ქვია. ბევრისთვის ეხლა ისე ღიად ცნობილი ტიპი არ არის, ანუ არ არის რავი რაღაც public figure და რამე არ არის, მაგრამ ნუ მუსიკოსი არის, რომელიც კაროჩე ასე თუ ისე ვიწრო წრეებში იცნობს ხალხი რა, საჭირო ხალხი იცნობს და ცნობილი ხალხი იცნობს. ჩემი იმენა აი ძალიან ისეთი ძმაკაცი არის, რომელთან ძალიან ბევრი წელი მაქვს ერთად, გინდა მუსიკის კეთებაში და გინდა საქმეების რჩევაში და გინდა ყველაფერში ვაფშე გატარებული მაქვს რა. კარგ ამბებშიც და ცუდ ამბებშიც და ვაფშე ყველაფერი ერთად გვაქვს გავლილი და რაღაცა რა. ოღონდ ჩემზე არის 10 წლით უფროსი სადღაც რა. ნუ ხო რა. და ანუ მუსიკოსია, მომღერალია, რაღაცა, იცნობს ყველა რა. კაკრას ეხა ნუცაზე რო ვამბობდი და აი ეს ვიდეო რო აქ რაღაცა, ანუ მაგ ძმაკაცის ბენდში ღეროდა. კარჩე იგრე ხდება რომ ანუ მაგალითად ბანიც იცნობს ბათუს რა, ეგეთი თემაა და ანუ ეხლა არ ვიცი რა ურთიერთობა აქვს და როგორ არიან, მაგრამ ძმაკაცობდნენ რა და კაკრას PvP ბეთლის თემები რო იყო და ბანი როცა პირველად იღებდა მონაწილეობას PvP-ში, ბათუსთან ცხოვრობდა, იმიტომ რომ ბანი ხო ფოთიდან არის, ბათუც ფოთიდან არის. და ანუ აქ საცხოვრებელი არ ქონდა, იასნია და რაღაცა და როცა ჩამოდიოდა ბეთლებზე და რაღაცა, ბათუსთან რჩებოდა და რაღაცა და იქ ვიკვეთებოდი თუ იქ გავიცანი, იქიდან წავიდა თემა და რაღაცა რა, ანუ ზოგადად იქიდან წამოვიდა თემა, იქიდან გავიცანი. მაგის გარდა, ანუ ჩათვალე პელეც იქ გავიცანი ბათუსთან, რავი, ხოაზე ხარ, ანუ აი ეგრე რანდომ ხან იქიდან ცნობილი, ხან აქედან ცნობილი, ხან რაღაცა ცნობილ ხალხში, სულ აი ეგრე ვტრიალებდით რა, იმიტომ რომ ხან მე ვიღაცას მოვიყვანდი, ხან ის ვიღაცას მოიყვანდა, ხან ვიღაცას ვიღაცა გამოყვებოდა და სულ მთელი ცხოვრება ეგრე ერთი ბაითი ქონდა. გახსოვთ ვაჟას მეოთხე კვარტალის ამბავი, ხო გახსოვთ? განსია რა, ვინმეს არ ახსოვდეს ეგ ვაჟას მეოთხე კვარტალის ამბავი, ხო და რატო მეოთხე კვარტალი? მან ვიყავი მაშინ ბათუსთან. ბაითი მან თქონდა და სულ მან ვაბირჟავებდით რა. და ანუ აი ეგეთი თემა იყო, რომ აი რაღაცა ერთი ძმაკაცის ბაითზე რომ პასტაიანად რაღაცეები ხდება, აი ეგეთი ამბავი იყო რა. და იქიდან კიდე 2014 წლიდან მოყოლებული არის ეგ ბაზარი ახლა რასაც ვიძახი რა. დაჟე უფრო ადრე 13-დან მე მგონი და სულ აი ესეთი დუჟენია იყო და მერე უკვე სხვაგან გადავიდა და რაღაცა და კაროჩე რას ვამბობდი დავკარგე ერთი წამი რას ვამბობდი ძალიან დავზონაუთდი რაღაცეებზე დავფიქრდი სანამ მაგას ვიძახდი და ძალიან დავზონაუთდი ხო და ვაფშე ბათუზე რატო დავიწყე ვაფშე რას ხვევი ძმა ერთი წამი უნდა გავიხსენო ძალიან მეძინება პროსტა ბიზდეც მეძინება და გამაზონაუთა ძალიან სერიოზულად ისე დავფიქრდი სანამ მაგას ვიძახდი და всё ამ გოსტრაიტერობაზე კაროჩე ეგ ამბავი რომ მოხდა, როცა იმან გამდისა თუ რაღაცა ტრეკი რო დადო მილოვამ რა. მაგ დროს ვიყავი ბათუსთან, რა გასაკვირია, სუ ბათუსთან, ეგეთი რაღაცები რა, რამე რო ეგეთი ხდებოდა, რატომღაც ყოველთვის ბათუსთან ვარ რა. ბათუსთან ვიყავი და კაკრას ეგ ტრეკი დაიდო რაღაცა და ბათუმას მენინებს თან, მე არ ვიცი, ანუ მაჩვენა და რაღაცა და მე გირავი, ოკეი, კაი რაღაცა თქო და ვზივართ რამე რუმე და ბანი იჩდება კაკრას და რაღაცა და ბათუ მეუნევა რომ მიდიო შენო ეხა პასუხი ჩაუწერეო კაკრას ჰაიპიაო რამე რომ მეთქი ბაზარი არაა მაგრამ რაღაცა ეგეთი და მეთქი მე რა ჩემი ყლე ტექსტი უნდა დავწერო მეთქი რა ანუ კაი ბაზარი არაა რაღაცა ტექსტ დავწერო მაგრამ ყლეობა იქნება მეთქი და რაღაცა საბავშვო ბაღი არ მინდა მეთქი რა ვიღაცა თუ წერს არ ვიტყვი ვიღაცა თუ წერს ეხა
ყლეობა ტექსტებს და მაგ ტექსტებით რავი ტრეკებს დებს და ვიღაცას დისავს მეთქი მე მაგდენი შეგნება მაგ ჩემ თავთან რომ მეთქი მე ყლეობას დავწერ და არ მინდა რომ შევრცხვე ხო აზე ხარ ყლეობა ტექსტის დაწერით რაც არ გამომდის იმას ანუ არ მინდა მაგის კეთება ხო აზე ხარ რომელი MC და რომელი ის მე ვარ რა და იმან ბანიმ დაიწყო რომ დავაი კაცო ყლეს დაიკიდე რამე დაწერეო და იმას ქენიო მთელი ნახევარი ღამე რაღაცა ინსტრუმენტალს წერდი ჯერ პროსტა ისე გადაობაში მე მეთქი არა კაი მოდი მე დაგიწერო თუ რაღაცაო და მეთქი რაღაცა მეთქი ბრავი ბაზარი არა დაწერე მეთქი მაგრამ ყლეობაა მეთქი რა მე ვაფშე თუ აღარ მახსოვს ზუსტად რა იყო მე მეთქი რაღა შენ ეგერ პელე არ არის მეთქი პელეს დავაწერინოთ მეთქი თუ რაღაცა კარჩე ეგეთი ვიღადავეთ და მე მეთქი კაი ყლეს დაიკიდე მე რა უნდა იმას აქნა ვის უნდა პასუხი ვის უნდა ჩაუწერო და რაღაცა თქო რომელი MC მე ვარ ყლეს დაიკიდეთ თქო და მეც ვკიდია თქო და всё და მაგის მერე ანუ ვაფშე აღარც გამხსენებია ზოგადად ამ ყველაფრის თემა და პასუხიც არ გამიცია და იმენა ზურგი ვაქცია იმის თემას და რეაქტებსაც ზურგი ვაქცია ბოლოს უკვე რა ხო და ხო მაკენან სავარაუდოდ ან რაღაც ან ბანიმ თქვა ან იღადავა ან პელემ იღადავა ვიღაცასთან და ვიღაცასთან მიიტანა და ეგრე მივიდა მახამდე რა სავარაუდოდ თორე არავისთვის არ მithოვია რომ სერიოზულად იმენა სერიოზულად რომ ვინმე ტექსტი დამიწერე და ვინმეს ვაწერინებდე და არა ბანისთან და პელესთან იყო ეგეთი ბაზარი ოღონდ ისე გადაობაში პროსტა ვახსენე რომ ვარ გინდა ბარემ დამიწერო თქო მერისი დამწერი ვარ მეთქი რა всё ეგ იყო და ეგ არა და ნეტა რა მოხდებოდა აბა ხუიო знаете რაღაც პონჩი კაია მაგ კონფლიქტს და მაგ დის რო თან ხო წარმოგიდგენია ბანი როგორ იტყოდა აუ ყლეს დაიკიდე კაცო მიდი ჩაწერე დავაი დაგიწერ მე ტექსტს მიდი ყლეს დაიკიდე კაცო აი თავის ბაზარი ხო მაგის მერე ყველა მაგასთან გაიჩიტა მე როგორც ყოველთვის აი აქ დავრჩი ძმაო ვზივარ ჩემს ოთახში ამ ჩემი ბექგრაუნდით და რაღაცა ყლევებს ბაზრობ კამერაზე 30 კადრზე ხო მე არ ვიცლები იმენა აი ყლევარ ჩვეულებრივი ყლევარ ხო შემეც მიდი გაეცი პასუხი რამე სხვას თუ არ უტყდება კრინჯობის და რაღაცა კრინჯობა ტექსტის დაწერის და რაღაცა ყლეობა ინსტრუმენტალზე დადების მაგ ყველაფრის და ატვირთვის და ვიღაცის გადისვის სხვას თუ არ უტყდება მე რატომ მიტყდება მაგის არ ვიცი I don't know bro просто მე რაღაც პონჩი აი სუცდილობ რომ რაღაცა კონფლიქტს თავი ავარიდო და რაღაცა ვიჩახო აზე ხარ ეგეთ ანუ არა და მაგარი კონფლიქტური ტიპი ვარ просто აი ეს რაღაცა ესკეიპიზმი ჩამერთო რა 2021 წლიდან რა overthinking-ი არა 2021 წლიდან იყო რაღაცა ივენთები მოხდა ჩემს ცხოვრებაში რამაც ცოტა ხუაზე ხარ შემცვალა არა მაგრამ რაღაცებს დამაფიქრა უცებ და აი რა ჩემყლეთ მინდა ეს კონფლიქტები და რა ჩემყლეთ მინდა და ყოველთვის აი ესე ზურგს და მაგის მერე წავიდა აი ესე downfall-ზე ყველაფერი კაკრას 21 წლიდან იმენა ზუსტად და ეხლა ვიხოდები აი ამდენი წელი 5 წელი დამჭირდა რომ მოვიხოდო პიზდეც აუ პროვოკატორი გახსოვსო ეხა ამან ჩემი კარგი მოვწყარ არ დამაწყებინო ეხა ვინც ეხა პაცი პროვოკატორს ვინც ახსენებს როგორი პასუხი უნდა ეხა შენ არა მაგრამ ზოგადად როგორი პასუხი უნდა გავცე ხოლმე დღეს თესლად გავეცი იმას პასუხი კომენტარებში დამწერა რომ ალექს პროვოკატორი რო დაბრუნდეს მე რა უნდა ქნა და მეთქი ძმა 10 წლის წინანდელ მკვდარ ბაზარს რატომ იხსენებ მეთქი რო ისა თქო რა ქვია ტიპმა დაჟე ბოდიშიც მოიხადა მეთქი და შენ მაინც მაგის ყლეზე ქანაოფ მეთქი რა აი იმენა ეგ ბაზარი უნდა იმას არ ქნა რა ქვია პირდაპირ ეგ პასუხი უნდა გავცე ხოლმე ვინც პროვოკატორს ახსენებს აუ მაგრა შემაშინა იმენა როგორ შემაშინა იცი კუდი იმას ქენი და დავკეცე და გავიქეცი შემაშინა ძმა
რამ შემაშინა ხო ვარ გადაო. მან თემა ის იყო რომ მაგარი ხო, ეგეთი ჰაიპი არ მჭირდება, ბაზარი არაა, მაგრამ როდესაც ვიღაცა თავს მესხმის ხოლმე, რაღაცას უცდილობ, რომ გავტრიალდე და თავი დაუხარო არა, ანუ პასუხი არ გავცე, დავტრიალდე და წავიდე. და მაგის გამო მე იმდენ ზღნერს მასხავენ, ბუჩკებიდან ზღნერს მასხავენ, რომ ხალხს გონი ვარ მართლა, რავი, ყლე. როცა ნუ რეალურად ნაკლებად ყლე ვარ. აწევოდეს რასაც უნდა კაცო. პროვოკატორის თემა ნახე როგორი რაღაცა არის. ბიჭო, მაგარი არასწორად გამომიყვანეს და მომექცნენ, იმიტომ რომ ნიკოსთან მაგ პერიოდში არ მქონდა არც სტუდიური ურთიერთობა, არც არაფერი და ის რაღაცა დაჯმები მანამდე ვიდეოებში რასაც აკეთებდა ხოლმე და ასე შემდეგ. Purely for the show იყო რა. ანუ ჩემს მიმართაც რაც ქონდა ნათქვამი ვიდეოებში და ასე შემდეგ. ანუ არასდროს არ შემხებია ისე რა და პროსტა ხან ისეთ წინადადებას გამოისრო და ხან მე იმიტომ მოლაპარაკებაც ქონდა ისეთი რომ ერთმანეთს ძალიან არ შევხებოდით პროსტა მოდი ძალით რაღაცეები ვთქვათ რომ ხალხი ავალაპარაკოთ ჰაიპი რამე რუმე და მე ერთ მომენტში გაიჩიტა ის დაყლებული როჟარ ვარი რა Counter Strike 1 და X რო სტრიმავდა ხოლმე და რაღაცა და გიონცე და მაშინ შეყვარებული რომ მყავდა იმას რაღაცა ვიდეო ედო და ტიპმა აიღო და არა ირონიულად ჩაწერა 15 წუთიანი მაგ გოგოს ვიდეოს განხილვა, სადაც თავიდან რაღაცებზე იმაშვება და მე გადავიდა გინებაზე პროსტა წარმოიდგინე გოგო რაღაცა ფან გადაობა ვიდეოს დებს ხო და ვიღაცა ტიპი ჯდები რთავ მაგ ვიდეოს თან შენ ვიდეოს წერ და მან დიწყებ რომ აი ეს რა კონტენტია და ჰაჰაჰა რაღაცა აუ რაღაცან აი როგორც მე რეაქციას რო ვაკეთებ ეგრე ოღონდ სახეს არაჩენს და აკომენტარებს და მე ბოლოს ფუ რა ყლექალა ხარ ფუ შენ და რაღაცა ეგეთი გინება დაიწყო აი როგორი რეაქცია უნდა კონდეს ნორმალურ ადამიანს ხო მოგიტყან დედის მუტელი იასნია ეგრევე რა როგორც კომენტარში რო ვიღაცა შეგაგინებს და პასუხს რო გასწრება ეგეთი და იასნია თავიდან ვეცადე მეთქი დავიჭერ ამას მეთქი გაუკლიზდირებ თავს მეთქი თქო და მე ის პონტი იყო რომ ანუ პასუხი არ გამცა რაღაცა Facebook-ზე ვიპოვე წერე ვურეკე პასუხი არ გამცა მე გამოდის და პოსტავს რომ თურმე აქეთ მეძებს და მე ვემალები და მეშინია რისი მეშინია სადახარ მოდი აქა ვარ ვურეკავ ტიპს რაღაცა პასუხს არ მცემს და მე ბათუსთან ავედი სახში და ბათუს ტელეფონიდან ნომერი კაროჩე ვიპოვე მაგის და ჩემი ნომრიდან რო არიღებ და ყურმილს ბათუს ტელეფონიდან დაურეკე და ყურმილი აიღო და ერთი კაი 40 წუთი ველაპარაკეთ გვინდოდა რომ გამოგვეყვანა ხან მე ველაპარაკებოდი ხან ბათუ ველაპარაკებოდა ხან კიდე იქით ჩვენი ერთი ძმაკაცი საბა იყო კიდე ის იყო რა ქვია წოდა იყო ეგეც ებაზრებოდა წოდა ვაფშე სად არის ხე ჩემი კარგი ხო და ნუ იტოქში რა და კაროჩე ის იყო რა ქვია ვერ გამოვიყვანეთ ტიპი რა და ბოლოს რაღაცა დაჟე ბოდიშები იხადა და გაგვითიშა და რაღაცა ისე რა რო კაიო ბოდიშიო არასწორი ვიყავიო და რაღაცაო პროსტა ნახვითო ეხა ვერ გნახავთო და რაღაცა ეგეთები გვებაზრა და მეთქი კაი თავი დაანებეთქო და გადის 1-2 დღე და წერს ნიკო კაროჩეო შენსო და გიონცეს შორისო რაღაცა რაც მოხდაო მოდიო დავრეკოთო კოლშიო და განვიხილოთო როდის გეცლებაო მაგისთვისო მეთქი ანუ დღეს იმ დღეს უნდოდა რა მეთქი დღეს არ მცალია გარეთ ვარ ეხა ბათუსთან ვიყავით ან მაგ დღესაც დაჟე ბათუსთანაც არ ვიყავი ბათუსგან გამოსული ვიყავი და გარეთ ვიყავი პროსტა და მოდი სახში ვიქნები მეთქი 12-ის მერე თქო რა 12-ზე მივდიოდი სახში ხოლმე 12-ის მერე სახში ვიქნები მეთქი დავრეკო მაშინ დისკორდი არ იყო სკაიპი იყო დისკორდში კი არა და სკაიპში დავრეკოთ მეთქი დავჯდეთ ვიბაზროთ მეთქი რა თუ ეგრე გინდათ და ბაზარი არაო ეხა ნახვით იმის ნახვაზე არ გამოდისო რაღაცა ესა გაი და სადღაც საღამოს 9 საათია თუ 10-ის ნახევარია თუ რაღაც ეგეთი და
ბიჭო, უცებ ვზივ მანქანაში ვზივარ ესე და უცებ მესპამება ტელეფონი, მესენჯერი, რაღაცა ინსტაგრამი, რაღაცეები და რა ხდება მეთქი რა? ვიღაცები მწერენ ვაფშე რანდომ ხალხი. მეთქი ვინ არიან და მესიჯებს ხსნი და მესიჯებში პროვოკატორთან ლაივზე შედი, მეთქი რა, შევდივარ და ხედავ რომ ლაივი აქვს ჩართული და მაჯვავენ ბოლო დონეზე ვაფშე, აი რაც რეალურად იყო, ესე შემოატრიალეს და კაროჩე, აი მასხავენ ბოლომდე. იმის გამო რომ მე რაღაცა საკადრისი პასუხი არ გავეცი და 500 მილიონი ვიდეო არ ჩავწერე და არ ვაჯვი ამ გიონსეს ყველანაირად და არ იმას ვქენი და არ ამას ვქენი და ანუ არ ავლაპარაკდი და ყლეზე დავიკიდე და ჩუმად იმას ვქენი, მაგის გამო აიღეს და ესე შემიტრიალეს. ნუ ეგრე ხდება ხოლმე რა, პასუხს რო არ სცემ და ხმამაღლა რო არ ლაპარაკობ და ხმას რო არ იღებ, იასნია ამ ყველაფერს აი ესე გიტრიალებენ და შენ გასხავენ და ხალხსაც მაგის ჯერა. მეთქი პიზდეც და შედი დაურეკეო, კოლში გელოდებიანო, მე მაშინ მქონდა, რა ტელეფონი მქონდა, iPhone 5C მქონდა, აი ის, ცისფერი, ცნობილი. და კაროჩე, მობილური ინტერნეტით ვარ, App Store-ში Skype-ი ვიპოვე, გადმოვიწერე Skype-ი ტელეფონში, რაღაცა ისა შევდივარ ზარში და ვურეკავ ამათ, იღებენ ყურმილს და პირველი რასაც მე-4 კვარტალში ვარ, ბათუს უბანში ვარ, მანქანაში ვზივარ და მეთქი მე-4 კვარტალთან ამასობაში უკვე ის პონტი მაქვს, რომ ეხა ამათ ვეთყვი ამას რომ გამოვიდნენ, ეგერ ბათუს იმას როგორი აჭრილი ვარ, იცი? წარმოიდგინე ესეთ სიტუაცია, რომ შენ ეხა მე პირობითად ავიღო და რომელიღაცა თქვენგანს ჩატში რომ მოველაპარაკო, რომ ისა თქო, საღამოს 12-ის მერე დავჯდეთ ვიბაზროთ, ხო? და რაღაცა 6-7 საათი იყო საღამოს და აი ღამე 12-ის მერე ვიბაზროთ. Skype-ში, Discord-ში არ აქვს მნიშვნელობა და წახვალ შენ საქმეზე და მე აქ სტრიმს ჩავრთავ. და ავიღებ შენ დაჯმას დავიწყებ სადღაც ცხრისკენ, რომ ვიცი რომ ვერ შემოხვალ და კარგად დაგაჯვავ. და ხალხს დავაჯერებ, რომ ნუ აი ყლეხარ, აი ეგეთი რაღაცა გამიკეთეს და აი პროსტა ხო წარმოგიდგენია როგორ აიჭრები და ძალიან ავიჭაჭრილი ვიყავი და აი კოლში შევედი, თქვენ მოგიტყანთ დედის მუტელი სადახართ გამოდით მეთქი რა. იმენა აი მანდ იმენა მზად ვიყავი, რომ პროსტა რაღაცა გადამეტენა და მესროლა, ჩემი დედავატირა ძალიან ისე ვიყო, მაგარი ყლეურად მოიქცნენ, ბოზიშვილი ვიყო, აი ყველაზე ყლეკრისული საქციელი იყო მართლა რა. აი თუ გინდა მოგიყვანოს ადამიანმა მაგალითი კრისულად და ყლეურად როგორ უნდა მოიქცეს ხვას, აი ეგ არის ეტალონი ბოზიშვილი ვიყო, ეგ რაც გააკეთეს რა. და კაროჩე, მაქედან მე ხო იასნია, მაგათაც ეგ უნდა და რომ ავჭრილი ვიყავი და მე ამ აჭრილ მდგომარეობაში ჩემზე ეღადავაც და რაღაცა რა და დაჟე ვიდეო მოიცა. დღემდე მიდევს ეგ ვიდეო, просто YouTube-მა რაღაცა age restricted თუ просто დაბლოკა რა. პასუხი იყო მაგაზე, ძალიან ძველი ვიდეო არის. აი ეს არის რა. მაშინ კაგრას იმის, რა ქვია, ბიორკის კონცერტი იყო და ის ცოტა ისე გამოვიყვანე, რომ ბიორკის აი ამ ბილეთების რო ვერ გაიყიდა ბილეთები მაგის თემა რო უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მთელი ეს ამბავი, ეგრე გამოვიყვანე და მან ბევრი რაღაცა ვიბაზრე რა მაგ ვიდეოში. ანუ actually not bad video იყო რა, ვისაც ეხა პროსტა მე ძალიან დავიქრინჯები ამ ვიდეოს ყურებით მართლა ოღონდ რა. აი იმენა შეიძლება გამძრეს ისე დავიქრინჯო რა, გავარ ბავშვი ვარ აქ ჩემი კარგი მოტყა რომელიც წლისა 2017 წლის ვიდეო რა, 8 წელი ძმა 2017 წლის მერე 9 თითქმის 10 წელი გავიდა რა, 8 წელი ხო გამოყლეთ. აჰა, ვისაც გაგისწორდება თუ ყურეთ. ახალ ვიდეოს ჩაგიწერენ, არავინ არ ჩამიწერს ძმა, ნიკოს ბოდიში აქვს მოხდილი, დაჟე სკრინები მაქვს ნაჩვენები. TikTok-ზეც მე მგონი ვიღაცებმა დაკლიპეს ეგ ერთ-ერთ სტრიმზე რო ვიბაზრე და დევსე ყველაფერი TikTok-ზე რო რამე. რავი რა, ანუ ბოდიში მოხდილი აქვს. მაგარი არასწორად მოვიქეციო, მაგ პერიოდში მაგარი არასტაბილურად ვიყავი ფსიქოლოგიურადაც და რაღაცაო, არ უნდა მექნაო ეგეთი ყლეობაო. ისაო, ესაო მართლა წვეთში, ანუ ძალიან ისე, მოიცა ეგ სკრინები, ეგერ დაჟე. ხო, ეგ სკრინები აღმოაჩინე, ეს ახალი iPhone-ი რო დავითრიე.
iCloud-ზე მქონია შენახული. მაიცა და ეს წავიკითხავ რა პრობლემა თუ იპოვე ხა. აუ, როდინდელი სურათებია. ეს კომპიუტერი ახალი აწყობილი რომ მქონდა ლო. აუ, რა კრინჯი ბავშვი ვიყავიჩი. კაროჩ, სადღაც მექნება შენახული რა, უიჭველი ვიცი რომ შევინახე და მაშინ ხო დაჟე ნაჩვენები მქონდა ეგ. იმზე კაც ეგ სკრინები მომოწერილი ქონდა, ნუ მოკლედ. თუ არ არის. ეგერ არის. იასნია რომ უკვე წაშლილი არის ეგის აი რამდენად გამოჩდება ეს მაშინ ესე ან არა ესე უნდა ოქნა გამოჩდეს exposure უნდა დავწიო საკაიფოდ ეგერ არის ეგ literally ეგ სკრინები აი რო რაღაცა აკაუნტი წერს რომ აუცილებლად მომწერეო თან ცოტა ნაცნობი username-ით რა ძალიან ბნელი ვარ ვიცი წავიკითხავ რა აღარ არის საჭირო მაგის ჩვენება 500 მილიონჯერ მეთქი მოგწერე რა ხდება თქო რა და მე გითხარი სტრიმზე ვიყავი მაშინ მე გითხარი სტრიმის შემდეგ თქო ბოდიში უხერხულობისთვის კი მასე დავწერე ზუსტად ოდნავ პირადი საუბარია სტრიმზე მაგიტომაც არ მინდოდა დაიგიდე მოკლედ წარმატებები რასაც აკეთებო არა მითხარი სტრიმზე კი არ ვაპირებ მაგის გასაჯაროებას მეთქი მივხვდი რომ ნიკო არის რა და random ტიპი არ ვარო მიხვდებოდიო წლები თუ არა თითქმის 10 წლეული გვაკავშირებსო სტრიმის შემდეგ ჯობსო შეგიძლია მაშინ მითხრა fake account-ით რატომ წერ მეთქი რა და რაღაცეები თქო და იმიტომ რომ არ მაქვს ნამდვილი PS ისა რა ქვია აი ამით მივხვდი ზუსტად რო ეგ იყო რომ ისა ყლედები Insta Messenger-ში კომპით რო წერ GG მოკლედ გიყურებო GG-ს მაგას ეგ იძახდა სულ ეხა მე მაქვს აკვიატებული კაი წლებია GG მიდი მითხარი ხა რა ხდება და მაინტრიგეთ ხო და მე განვიხილოთ ხო და არ ვცდილობ რამე ინტრიგა შევქნა თუმცა შეიძლება შენთვის რაღაცა ფასეულობა გქონდეს ნუ მნიშვნელოვანია რომ სტრიმის მიღვა გაიაზრო ჩემი სათქმელი ამიტომ არ მოგაცდენ ეხლაო მეთქი არ მაცდენ შეგიძლია მითხრა და სერიოზულად ვუდგები ეხა ამას მეთქი რა ანუ და გავედი დაჟე და რაღაც შეგიძლია მითხრა ხელს არ მიშლის არაფერი გასააზრებლად მეთქი უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა ტროლავს ხოლმე და რაღაცა კაი დალშე ისევ ინაზება რომ ალექს სერიოზულად ლაპარაკი რომ დაიწყოს სტრიმისთვის შეიძლება აღარ გეცალოს და არც 2 წუთის საქმეა ესო არ გავდივარო და მიხედე საქმესო ჯერო კაი, მე სტრიმი რო დავამთავრე, მე მომწერა. კაროჩე ნიკავარო პროვოკატორიო, სერიოზული სალაპარაკო მაქსო გითხარი სტრიმის პარალელი საქმე არაა თქო, ამიტომაც რაღაცა. თან მე აკაუნტზე მივხვდი, იმიტომ რომ ერთადერთი მაგ აკაუნტს რა ვინც აფოლოებდა იყო ერთი ფრანგი გოგო და ვიცოდი რომ საფრანგეთში წავიდა იქ ცოლი მოიყვანა და იქ ცხოვრობს თქო. და მაგ გოგოს პროფაილზე რო გადავედი ერთ-ერთ სურათში ესეც ჩანდა ანუ всё ცხადია ვინც არის რა გინდა fake account-ით იყო გინდა რითიც გინდა უცებ გადავამოწმე გადმოვამოწმე ისაო research-ის ის ვარ რა ქვია შერლოკი ხო და მოკლედ გულწრფელი მინდა ვიყო მაქსიმალურად დიდი დრო გავიდა და ბევრი რამე გადავაფასე გადავახარისხე და არ მინდა რომ რაიმე დიდი უსამართლობა რაც გამიკეთებია არ ვაღიარო გულწრფელ ბოდიშს გიხდი იმ ყველა უსამართლობისთვის და ბოროტებისთვის რაც დაუმსახურებლად ჩემგან მიგიღია და ასევე იმ დიდი უხერხულობისთვის არ მქონია ადეკვატური აღქმა და სწორედ განსჯის უნარი
კი ბევრჯერ გამომიხატავს შენს მიმართ აგრესია ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მაგრამ ჩვენს ბოლო კონტაქტს თუ გავიხსენებთ, მანამდე სტრიმზე, გიონცაზე იყავი გამწარებული და ჩემზე დაჯმა დაიწყე, მაგის გამო გავღიზიანდი და ვისარგებლე ჩემი იმ დროინდელი ემოციური ფონითო. დიდი Twitch შეფასების გამო არ გამსაჯე სწორედ და არ გავითვალისწინე, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყავი. მიზეზიც გქონდა და რაღაც წვრილმანი არ გაგიტარე, როცა შენ მანამდე ბევრჯერ მქონდა ჩემგან გატარებული და ის უაზრო ცირკი მოვაწყე მოგვიანობით, რითიც შენზე მილიონჯერ უარესი თავშეკავებულობა გამოვხატე. და არაადეკვატურობა, მოკლედ ბოდიში პატიებას და ძმაკაცობას არ გთხოვ, რადგან პასუხისმგებლობას ვიღებ თლიანს და დაშავებულზე და ვიცი რისი პატიება, თან იმენა ხელები უკან კალებდა, ისე წერდა იმდენ შეცდომას უშვებდა დაშავებულზე და და ვიცი რისი პატიება შეიძლება, რისი არა. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ვნანობ და ძალიან მწვენია, რომ შევძელი ასე დაცემა და შენთვის უსამართლოდ ამხელა უხერხულობის გამოწვევა ყველაზე არარსებულ და წვრილი მიზეზით. მოკლედ ეგ იყო სულო. всё და ბიჭო, ჩემთვის ეგ ბოდიშიც საკმარისია ხვდები, ანუ ტიპი მიხვდა თავის შეცდომას, რომ ყლეურად მოიქცა, რომ არასწორად მოიქცა და ვეღარ შეცვლის, რა უნდა ქნას. აი, ხო, იმიჯი შეულახა ადამიანს აეგრე რაღაცა ერთი ყლეობა იმით, არაფრის გამო, არა და კარგად ვიყავით, походу. და просто რა უნდა ქნას. აი, просто რა უნდა ქნას. ბოდიშის გარდა ვერაფერს ვერ იცი, ანუ მართლა რომ მოინანიოს, აღიაროს და ბოდიში მოიხადოს და რაღაცა, მაგაზე უკეთეს ვერაფერს ვერ იზავს და მე არა ვარ ის ტიპი. ანუ მე არ ვთვლი რომ I have enemies or something. შეიძლება ვიღაცას კონდეს ჩემთან ბიფი, ვიღაცას არ ვევასებოდე, მაგრამ იგი მას არ ნიშნავს რომ მე ჩემი მტერია. მე არ ვთვლი რომ მტრები მყავს, ან მტერი მყავს, ან ასე შემდეგ. ოდა რავი, თან ტიპმა გულწრფელა და ესე აიღო, მომწერა, აღიარა ყველაფერი, ბოდიში მოიხადა და რაღაცა და ეგეც დასაფასებელია, ანუ რავი, შეიძლება ვაფშე ეგეც არ გაეკეთებინა და ყლეს დაეკიდებინა, ხვდები?